მას ეყოლება საკუთარი პრეზიდენტი. ქართული ენა ეროვნული უმცირესობებისთვის 21 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით დედაენის კვირეული ტარდება. პროექტის მიზანი ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაა. ქართული ენის შესწავლა კი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის 10-მდე ცენტრში შეუძლიათ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის ცოდნის პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ენის ბარიერი სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია როგორც ურთიერთობისას, ისე დასაქმებისას, რადგან მეტწილად ოჯახში სომხურად ან რუსულად საუბრობენ. მაქვს მეგობრები ქართველებსაც, სომხებისაც და ქართველებთან ეხლა უკვე კარგად მაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ ქართული ეხლა უკვე კარგად ვიცი. და ამ პროგრამაში ძალიან ბევრი ვისწავლე. მინდოდა ვისწავლო ქართული ენა, იმიტომ რომ არ ვიცოდი და მინდა მუშაობა და აუცილებელი იყო ქართული ენის ცოდნა და იმიტომ რომ ვცხოვრობ საქართველოში, ეს ჩემი სამშობლოა. სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა რომ აქტუალურია, ამას ახალქალაქი ნინოწმინდის დეპუტატიც აღიარებს. აბიტურიენტი შვილის მაგალითზე ქართული ენის შესწავლა თავადაც გადაწყვიტა და ჟვანიას სახელობის სკოლას დახმარებისთვის მიმართა. ჩვენ რეგიონში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ამის გამო ისინი ვერ პოულობენ სამუშაოს. ადრე მოქმედებდა პროგრამა, როდესაც მოქალაქეებს ენას სახლებში ასწავლიდნენ და შედეგი 3 თვეში დგებოდა. მსურველი ძალიან ბევრია, თუ კი ამ კუთხით დაგვეხმარებიან, კმაყოფილები დარჩებით. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ქართული ენა მხოლოდ შარშან ეთნიკური უმცირესობების 3200-მა წარმომადგენელმა შეისწავლა. საქართველოს მასშტაბით 10 ცენტრი ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამები დაიხვეწა და შესწავლის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა. ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზაცია, რომელიც ბევრად უფრო ორგანიზებულად, სისტემურად ცდილობს, რომ მოაგვაროს სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი მთლიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც ჩვენ 10 რეგიონული ცენტრი გვაქვს დღეს. ჟვანიას სკოლამ შეკვეთა გააკეთა და მოიწვია მეთოდისტები და ექსპერტები, შექმნა ახალი დარგობრივი მიმართულების კურსები. ეროვნული უმცირესობები დაეუფლებიან სპეციალობის მიხედვით ტერმინოლოგიას. დედაენის კვირეულის ფარგლებში 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა. კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. უაღრესად მოტივირებულია მოსახლეობა, მოსწონთ ამ პროგრამის მუშაობის პრინციპი, გარდა ამისა ჩვენ გამუდმებით გვაქვს მათთან და ერთმანეთთან გვაქვს ძალიან ტოლერანტული და თბილი დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ენის შესწავლის პროცესს. დედაენის კვირეული 21 აპრილის ჩათვლით ყველა რეგიონს მოიცავს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ქართული ენის შესწავლა კი მსურველებს სკოლაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. გამოშვებას უცხოეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეებით განვაგრძობთ. იერიშში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა პირველად ისტორიაში ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი გამოიყენა. საქმე ჯუბი U-53 ტიპის ბომბს ეხება. მას სამხედროები